სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისა. პირველ რიგში გილოცავთ დიდი მარხვის დაწყებას ამ დიდ დღესასწაულს ეკლესიაში და მე ვფიქრობ ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის ეს არის უდიდესი სიხარული, ალბათ აღდგომის სიხარულის მსგავსი მარხვის დაწყება დიდი მარხვის. ეს არის განსაკუთრებული დღეები მთელი წლის განმავლობაში, როდესაც სამყარო ეგებება, ემზადება ქრისტეს აღდგომის შესახვედრად და ეს ყველაფერი გვირგვინდება ჩვენ ურწმუნოთათვის იმის დასანახად, რომ ღმერთი ზეციდან გარდამოავლეს ღვთაებრივ ცეცხლს. ისე როგორც ძველ აღთქმაში ილია წინასწარმეტყველის ლოცვით ზეციურიდან ცეცხლი გადმოვიდა, როგორც იერუსალიმის ტაძარში ზეციური ცეცხლი ენთო ქრისტეს საფლავზე, ასევე ზეციდან გადმოდის ცეცხლი და ნიშნად ამ დღესასწაულობის სიდიადისა და უთხოვარობისა და ჭეშმარიტების. მაგრამ დიდი მარხვა იწყება ადამის 60-დან გამოგდების დღით. ესეთი დღე არის დღევანდელ დღეს. რატომ იწყება დიდი მარხვა ამ დღით? რა კავშირი აქვს ადამის 60-დან გამოდევნას აღდგომასთან? ჩვენ ცოტა ადრიდან დავიწყებთ საუბარს. როდესაც ღმერთმა შექმნა სამყარო და საბამიდან შექმნა ღმერთმა ცა და მიწა, ესე წერია. ცაში იგულისხმება უხილავი არსებები, ანუ ანგელოზები და მიწაში მოიაზრება მთელი ხილული სამყარო. ღმერთმა მთელი სამყარო შექმნა სიტყვით. თქვა ღმერთმა, გაჩნდა ხმელეთი. თქვა ღმერთმა, გაჩნდა წყალი, მზე, თვარე, ვარსკვლავები, მცენარეები, ცხოველები. ყველაფერი სიტყვით ხდებოდა. იტყოდა ღმერთი, თქვა ღმერთმა, გაჩნდა ცხოველები. შემდეგ ერთ-ერთმა არსებამ ყველაზე ახლოს მდგომმა ღმერთთან, ანგელოზმა მოინდომა ღმერთობა. ყველაფერი ამის საკუთარ თავზე მიწერად შექმნილი იყო. აუჯანყდა ღმერთს, აიყოლია მესამედი ზეცაში ანგელოზების და ზეცაში მოხდა დიდი ომი. ღმერთმა მთავარ ანგელოზ მიქაელის ხელით ზეციდან გადმოაგდო აჯანყებული ანგელოზი და სიტყვა სატანა ნიშნავს წინა აღმდგომს, რომელიც წინ აღუდგა ღმერთს. ღმერთმა გადმოაგდო ეს ანგელოზი და მანამდე 10 ნათლის ანგელოზა წოდებული და ლუციფერი სწორედ ამას ნიშნავს, ნათლით შემოსილს. ნათლის ანგელოზი იქცა დაცემულ ანგელოზად და იგი გადმოგდებული იქნა ზეციდან. მასთან ერთად გადმოყრილი იყო მთელი მესამედი ზეციური არსებების. აი იმისათვის, რომ შევსებულიყო ეს რიცხვი ზეციური არსებისა, ღმერთმა შექმნა ახალი ქმნილება ადამიანი, მოიღო მტვერი მიწისა და შექმნა კაცი ხატა და მსგავსათვისად და შთაბერა მას სიცოცხლის სული და იქნა კაცი ცოცხალ არსებად. მანამდე არც ერთი ქმნილებისათვის ღმერთს სიცოცხლის სული არ შთაუბერია. თქვა და გაჩნდა, თქვა და გაჩნდა. ერთადერთი ვისაც სიცოცხლის სული შთაბერა არის ადამიანი. აი ამითი განსხვავდება ადამიანი ცხოველისაგან. დღეს ხშირად გაიგონებთ ესეთ რამეს, რომ ცხოველებსაც აქვს სული, ცხოველებს სული არ აქვს, არც ერთ სულთგნულს სული არ აქვს, სული მხოლოდ ადამიანს აქვს. რატომ? იმიტომ რომ სიცოცხლის სული ღმერთმა მხოლოდ ადამიანს შთაბერა. ცხოველი, ძაღლი, კატა, ლომი, ვეფხვი, ძროხა როკვდება, ყველაფერი იქრება, არაფერი არ რჩება. ადამიანი როკვდება, ნახეთ რა წერია მის შესახებ სოლომონ ბრძენი რაც იძახის, მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი და სული დაუბრუნდება ღმერთს, რომელმაც შთაბერა. ერთადერთი არსება, რომელიც განაგრძობს სიკვდილის შემდეგ არსებობას, ეს არის ადამიანი. სულთგნულებზე მაქვს საუბარი. არც ერთ ცხოველს, არც ფრინველს, არც მწერს, არც თევზებს, არც მცენარეებს ღმერთის შეცნობის სურვილი არ უჩნდებათ, ლოცვის სურვილი არ უჩნდებათ. არასოდეს ისინი ღმერთზე არ დაფიქრდებიან, რაც არ უნდა გაწვდა ძაღლი, მაიმუნი, კატა, ის არ დაიწყებს ღმერთზე ფიქრს. ღმერთზე მხოლოდ ადამიანი ფიქრობს, რატომ? იმიტომ რომ მას აქვს სული. დანარჩენებს რა აქვს? საფშუნელი. რუსულად არის დუხ и душа. და ნახეთ რა მოხდა? ეს არსება ახალი ადამიანი და ადამი მიწისაგან შექმნილს ნიშნავს. ღმერთმა დაადგინა 64-ში წალკოჩი ენით აუწერელ სილამას ადგილას ედემის ბაღში, ანუ ადამის ბაღში. და ღმერთი უხსნიდა ადამიანს. ადამა ხო არ იცოდა როგორ შეიქმნა ეს ყველაფერი და ღმერთი ხელახლა უხსნიდა ადამიანს ყველაფერს. უხსნიდა რა არის მზე და როგორ გაჩნდა, რისგან შედგება.
ამის შემდეგ ადამი არ ქმნიდა სახელს, სიტყვა ეს არის მზე. აუხსნიდა მთვარეზე, რა არის მთვარე, როგორ შეიქმნა, რატო შეიქმნა. ადამი არ ქმნიდა სახელს მერე. ყველაფერს ადამი არ ქმნიდა სახელს მას შემდეგ, რაც ღმერთი უხსნიდა მას თითოეული საგნის მნიშვნელობას. შემდეგ ადამმა თქვა, რომ ის ბედნიერი იყო, მაგრამ აკლდა რაღაცა და ღმერთმა დააძინა ადამი, გამოუღონეკი და შეუქმნა მეუღლე, ცოლი ევა. აი ამ სრულ ნეტარებაში მყოფ ადამიანს გამოეცხადა. შურით აღძრული მასთან მივიდა ეშმაკი, რომელიც ზეციდან იყო გადმოგდებული, მან გამოითხოვა ღვთისაგან უფლება ადამის გამოცდისა და ღმერთმა მისცა ამის ნებართვა. რო არ მიეცა ამის ნებართვა, ვერაფერს ვერ იზავდა ეშმაკი. და მე შეგახსენებთ, რომ ეშმაკს ღორებში შესვლაც კი არ შეუძლია ღმერთმა თუ ამის უფლება არ მიცა. გახსოვთ, გადარინელ ეშმაკეულთან, როდესაც მიდის ეშმაკი ეხვეწება იმის უფლება, მაინც მომეცი რომ ღორებში შევიდეო, გახსოვთ ეს ალბათ სახარების ეპიზოდი. ღმერთმა მისცა უფლება ბოროტს, რომ გამოეცადა ადამი და მისი ერთგულება გამოცდილი იყო ღვთის წინაშე და ნახეთ ეშმაკი რას ეუბნება ადამიანს. ადამ დაუწყო მას ლიქნით ლაპარაკი და მანამდე ნახეთ ღმერთი, როდესაც ადამი შექმნა, ყველაფრის უფლება მისცა ადამიანს გარდა ხეცნობადის ნაყოფის ჭამისა. და უთხრა რომ 60-ში შეყველაფრის უფლება გაქვს ადამ, გარდა ორი ხის მიკარების, ეს არის ხეცნობადი და ხესიცოცხლის. ეშმაკი მივიდა და გველი სახით მისული ესაუბრება ადამიანს, ლიქნით ელაპარაკება მას და ეუბნება ადამ. რაღაცები გამოკითხა და ეუბნება, აი ამ ხის ნაყოფს რატო არ ჭამოდა? ღმერთმა აგიგზავნო ადამიანს. ღმერთმა ესო იმიტომ აგიგზავნო, ეს ხეცნობადი არის და რო შეჭამ ყველაფერი გეცოდინებაო. და იქნები ვითარცა ღმერთიო და ღმერთს არ უნდაო რომ შენ რო ღმერთივით იყო. ყველაფერი იცოდე როგორც ღმერთმა. ანუ ცილი დასწამა ღმერთს. ამიტომ ვადექი და შეჭამე ეს. ხო გინდაო შენ რომ ღმერთივით იყო და ღმერთის ტოლი იყო. ადამმა დაუჯერა ეშმაკს, ევამ და აკრძალული ხილი შეჭამეს. აკრძალული ხილის ჭამის უკან იგივე ცოდვა იდგა, რაც მანამდე ზეცაში ეშმაკმა გააკეთა, როდესაც ანგელოზმა ჩაიდინა, როდესაც მან ღმერთს გაუტოლა თავი და ღმერთობა მოინდომა. და ამის გამო ღმერთმა იგი ზეციდან გადმოაგდო, ამიტომ გახდა ნათლით შემოსილი ანგელოზი ეშმაკი, რომ მან ღმერთობა მოინდომა. იგივე ცოდვა აღძრა მან ადამიანში. ადამად შეწამა აკრძალული ხილი და გადმოგდებული იქნა ზეციდან, როგორც ამპარტავანი. ზეციდან გადმოგდების შემდეგ, უბრალოდ 60-დან განდევნის შემდეგ ღმერთმა ადამი განდევნა 60-დან. ნახეთ რას ეუბნება, ადამა შეჭამა თუ არა აკრძალული ხილი იმ წუთში მიხვდა რომ შიშველი იყო. დაინახა რომ შიშველი იყო, დაეცა ადამი. მანამდე ადამი და ევა შიშვლები დადიოდნენ და ერთმანეთის არ ცვენოდათ. ისეთი უბიწოები და წმინდანები იყვნენ, აი ერთი დღის დაბადებული ბავშვი ხო არის, იმ ერთი დღის დაბადებულ ბავშვს ადამიანის სოდო მაინც აქვს, უკვე ჩასახვიდან მოყვება ადამიანს ესოდა. ერთმანეთის ხო არ ცვენიათ პატარა ერთი დღის ბავშვი და ორი დღის გენა ბიჭი იყოს, გენა გოგო, ხო პატარების ტიტულები რო დარბიან. აი ესეთი ამაზე უფრო დიდი წმინდანები იყვნენ ადამი და ევა, სიწმიდით შემოსილები. მაგრამ შეჭამა თუ არა აკრძალული ხილი და გამოგდებული დაეცა თუ არა იმ წუთში დაინახა შიშვლე და შეიმოსა ფოთლები. ამის შემდეგ ესმის რომ ღმერთი მოძის და კითხულობს ადამს ათხარ და ადამი იმალება ბუჩქებში. მისთვის უკვე 60-ში ყოფნა გაუსაძლისია, უკვე დისკომფორტი ექნება ადამიანს. აი უხერხული სიტყვა ბოდიში ცუდად არის ადამი. იმალება ხეებში, ცხენია ღმერთის დანახვის. უფალი ეუბნება ადამიანს ათხარ, მეშინი შენი უფალო ცხენის რატომო, ის ხილი ხო არ ჭამეო? არაო, მე არ მიჭამია, ცერმა ცოლმა მაჭამა, შენ რო გამიჩინეო. ევას ეუბნება, ევა, რატო გააკეთე ესო? მე არ გამიკეთებიაო, შენ რო გველი გააჩინე, იმან გაგვიკეთა ესო. ანუ ყველაფერი ღმერთს დააბრალეს ადამმა და ევა. ადამიანს და ევას რო ეთქვათ, უფალო, ბოდიში გვაპატიე, რაც გავაკეთეთ, მეც აღარ ვიზავთ. ღმერთი ადამიანს და ევას 60-ში დატოვებდა. სინანული რო გამოეხატათ, ისევე როგორც იუდას რო ეთქვა, უფალო მაპატიე, რაც გავაკეთებ, აპატიებდა ღმერთს. მაგრამ ადამმა და ევამ ყველაფერი ღმერთს დააბრალეს. თავის მართლება დაიწყეს. ამიტომ არ შეიძლება თავის მართლება ღმერთის წინაშე აღსარების დროს. პირიქით შენი თავი უნდა დაიდანაშაულო ყველაფერში, რომ ღმერთმა გაპატიოს. აი ამის შემდეგ უკვე ღმერთმა ადამი და ევა 60-დან გამოდევნა, 60-ის კარი დაიხშო
და ორი ანგელოზი დაუყენა სამოთხეში მცველად. სამოთხის მცველად ორი ანგელოზი დააყენა ცეცხლოვანი מחვილებით. და ისინი იცავდნენ სამოთხეში და სამოთხეში არავინ აღარ იყო ამ კაცთაგან, მხოლოდ ანგელოზები. ადამიანს ეუბნება ადამ ამიერიდან შენი ოფლითა სჭამდე პურსო. აღმოგიცენებ ეკალსა და ბარცო. თუ კი მანამდე მთელი სამყარო ადამიანს ემორჩინებოდა და ცხოველები უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ ადამიანს, დაცემელი ცხოველებიც კი, დაცემის შემდეგ ყველა ეურჩება უკვე ადამიანს. აღარ ემორჩილებიან და პირიქით ემტრობიან, ტრობენ ადამიანს. ეკალი და ბარდი ამოდის, თუ კი ადამიანს მანამდე ყველაფერი მოსდიოდა უზრუნველად, საკვები, ყველაფერი ქონდა მას, რაც კი ინატრებდა, დაცემის შემდეგ მას უკვე ოფლის ღრა უწევს საზდელის მოსაპოვებლად. ევას ეუბნება ამიერიდან შენ ტკივილებით შობო. მანამდე ნახეთ როგორ ხდებოდა შობა, გვერდი გამოუღო და შექმნა ცოლი. აი ამიტომ არ შეიძლება დღეს კლონირებას რო ეძახიან და ერთი უჯრედიდან რაღაცებს რო ქნიან. ამის გაკეთების უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს, მეტი არ არის. და ამის შემდეგ ევა ტკივილებით შობენ ქალები. იცით? იციან ქალებმა რა მძიმე და მტკივნეული არის ეს პროცესი. და ნახეთ გველს რას ეუბნება ამიერიდანო შენო შენსა და ადამიანს შორის მტრობას ჩამოვაგდებო და ქალისაგან ნაშობი გაგიჩეჩქო შენ თავსო. აი ეს ვინც ქალისაგან უნდა შობილიყო, ვისაც გველისთვის უნდა გაეჩეჩქვა თავი და მოეკლა გველი, გველსო თავს გაუზრისავ, ხდება გველი და ამითი ადამიანი ისევ დაებრუნებინა სამოთხეში. ეს იქნებოდა აღქმული მესია, ხსნელი იესო ქრისტე. ამას ნიშნავს იესო ქრისტე, ხსნელი, ცხებული, ხსნელი, გადამჩველი, მესია ჩვენი. თელი ძველი აღთქმა. აი ეს არის აღთქმა, ძველი აღთქმა, ღმერთმა აღთქმა დადო. მასა და ადამიანს შორის სხვა აღთქმებიც აქვს, ღმერთს დადებული, მაგრამ თავარი ეს არის, რომ ღმერთმა შეპირდა კაცობრიობას, რომ მართალია მე შენ გაგდებ სამოთხიდან, მაგრამ მოვა ის იშვება ქალისგან, ქალწულისგან, რომელიც გაუჩეჩქავს თავს გველს და მთელ კაცობრიობას ისევ დააბრუნებს სამოთხეში. მიხვდით ვინ არის იესო ქრისტე? ჩვენი სამოთხეში დამბრუნებელი. სახარებაში წერია ვერავინ ვერ მივა მამასთან თუ არა ჩემით. მე ვარ გზა და მე ვარ ჭეშმარიტება. სხვა სახელი არ არის ცის ქვეშეთში, რომლითაც შეიძლება ცხონება. უამრავი ადგილებია წმინდა წერილში, ახალში, ძველ აღთქმაში. მთელი ძველი აღთქმა ელოდება მესიას. მესია მოვიდა, ჩვენ ქრისტიანების ვიცნეთ იგი, არიან ხალხი, რომელსაც იგი არ მიიღეს და არ იცნეს, ვერ იცნეს და კიდე მესიას ელოდება. და ნახეთ, ადამიანებს რომ არ დავიწყებოდათ ხსნოვნა მესიისა, ღმერთმა მათ დაუდგინა სისხლიანი მსხვერპლ შეწირვები. ადამიანებს ძველ აღთქმაში გახსოვთ, პირდაპირ წერია რჯულში, მიყავდათ იერუსალიმის ტაძარში საკლავი, ზვარაკები, გააჩნდა რისთვის, ცოდვის სიდიდეს გააჩნდა, მაგრამ მთავარი ეს იყო, მიყავდათ ზვარაკი, ამას კლავდნენ ლევიტელები, ესეთი ხალხი იყო, დამხმარე პერსონალი ტაძრის. ისინი კლავდნენ ამ საქონელს, მღვდლები აგროვებდნენ სისხლს, რომელიც დაკლის შემდეგ ბარძიმში, რომელიც დღევანდელი ბარძიმის წინასახე იყო, აგროვებდნენ სისხლს საქონლის, ჩააწვდნენ უსურს და აპყურებდნენ მომტანებს. იქ სხვადასხვა სახით ტარდებოდა, ხან წვავდნენ მთლიანად ყველა დასაწველი ერქვა, სხვადასხვა სახით იყო ეს შეწირვება, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ დაღვრილი სისხლით ხდებოდა ცოდვების პატიება, ვაცთა და კრავთა სისხლით. ეს შეაგონებდა კაცობრიობას, რომ უნდა მოსულიყო ხსნელი მესია, რომელსაც სისხლით უნდა გამოესყიდა მთელი კაცობრიობა. როდესაც იონე ნათლისმცემელი ნათლავს და გამოჩნდება იესო ქრისტე, ნახეთ რას იძახის ნათლისმცემელი, აი ტარიგი ღვთისა, ტარიგი არის კრავი. უცოდველი, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის დაიკვლება. და იესო ქრისტე, როგორც უცოდველი კრავი, თავისი ნებით ავიდა ჯვარზე, არა ძალით დაიჭირეს და შეიპყრეს. თავისი ნებით ავიდა ჯვარზე. გახსოვთ, როდესაც მაცხოვარს იჭერენ. გეთსამანის ბაღში პეტრე მოციქული ამოიღეს მახვილს და ყურს მოათლის ერთ-ერთ მევდურს. და მაცხოვარენო, პეტრე, ჩააგეგ მახვილი ქარქაშიო. შენო როგორ ფიქრობო? მეო ერთი სიტყვა რო თქვაო, ზეციდან 12 ლეგიონი ჩამოვაო. ლეგიონ რომაულ ლეგიონში 6000 მებრძოლი იყო.
ისინი დამიცავენ მე და ესენი მე ვერ დამიჭერები. წარმოიდგინეთ რა უქნა ორი ანგელოზის ჩამოსვლამ საფლავის ადარაჯო დამდგარ უშიშარ რომელ ჯარისკაცებს გული წაუვიდა ჩიშით მიწაზე როგორც კუტრები ისე დაეცნენ აღდგომის დროს. თავარ ანგელოზ გაბრიელის ჩამოსვლაზეა ლაპარაკი, მან გადააგორა ლოდი. და წარმოიდგინეთ რა მოვიდოდა 12 ლეგიონის ჩამოსვლაზე. იმ ხალხს ვინც ქრისტე დასაჭერად მოვიდნენ. გარდა ამისა აქედან ჩანს რომ ქრისტე თავისი ნებით ადის ჯვარზე. გარდა ამისა გახსოვთ როდესაც ის ლოცულობს გეცამანის ბაღში იძახის რომ მამაო ამაცილე სასმისიო და ბოლოს შეეუბნება იყოს ნება შენი და არა ნება ჩემიო. ემორჩილება ღვთისნებას თავისი ნებით ადის. პილატე ეუბნება შენო როგორ ფიქრობო? მე რომ მინდოდესო მე მაქვს ხელწიფება შენი დაჭერის და გამოშვებისო. და მითხარიო რამე კითხვებს უსვავს პილატე მაცხოვარ ეუბნება შენ არაფერი ნება არ აგაკო. ზეციდან მოგეცა. შენ არაფერი არ შეგიძლია. მე რომ დომოდაო ჩემი მიმდევრები დამიცავდნენ მეო ქრისტე იცავ და შენ მე ვერ დამიჭერდიო. ანუ აი ამ სიტყვებიდან რო არ გადაუხვი ახლა თავარ საკითხს. პირდაპირ ჩანს რომ იესო ქრისტე თავისი ნებით ადის ჯვარზე. არა როგორც უსუსური და უძლური შეიკრეს და ჯვარზე გააკრეს. თავისი ნებით ავიდა ჯვარზე როგორც უცოდველი კრავი, ცხარი. მან იცოდა რომ სისხლი უნდა დაეღვარა. იგი ჯვარზე გაეკრა და ყველაზე მთავარი ნახეთ რა ხდება. თუ კი ადრე იერუსალიმის ტაძარში მღვდლები წირავდნენ ცხვრებს, იესო ქრისტემ თავის შეწირა როგორც მღვდელმთავარმა. მივხვდით რა გააკეთა. თვითონ იყო შემწირველი, ანუ მღვდელი ვინც წირავდა ცხვრებს. თვითონ იყო დაკლული ცხვარიც. ამიტომ მან თავი მიიტანა მსხვერპლად კაცობრიობისათვის. ქრისტეს ჯვარცმა მოხდა ადამის საფლავზე. ჯვარცმის ქვეშ გამოსახულია თავის ქალა. ეს არის ადამის თავის ქალა. ქრისტემ სისხლი დაღვარა ადამიანის საფლავზე და თუ კი მანამდე იერუსალიმის ტაძარში ვაცთა და კრავთა სისხლით ხდებოდა პირადი ცოდვების პატიება, კაცისკლა, ქურდობა, ყაჩაღობა, თქვა მრუშობა, რაღაცა ამდაგვარი ცოდვები, აქ უკვე ქრისტემ ადამიანის საფლავზე დაღვარა სისხლი და მთელი კაცობრიობის ცოდვები გამოისყიდა, ანუ მთავარი ცოდვა. როდესაც ადამიანმა ღმერთობა მოინდომა და რის გამოც ადამიანმა 64 დაკარგა ეს ცოდვა ჩამორეცხა ქრისტემ თავის სისხლით. მივხვდით რა არის ჯვარცმა. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ სახარებაში წერია რომ კრეცაბმელი შუაზე გაიპო, ფარდა გაიხა იერუსალიმის ტაძარში. კრეცაბმელი იყო სიმბოლურად 64 იყო წმინდათა წმინდა, სადაც წელიწადში ერთხელ შედიოდა მღვდელმთავარი და ცხელს წირავდა. დანარჩენ მხარეს იდგენ ხალხი. 64 გამოყოფილი იყო. დედამიწის მიწიერი 64, ანუ სიმბოლურად წმინდათა წმინდა, ანუ საკურთხეველი ძველი ტაძრის იერუსალიმის. აი აქ ფარდა გაიხა, ეს უკვე ნიშნავდა რომ 64-ის კარი გაიღო. ქრისტე მოკვდა ხორცით, გაცოცხლდა სულით, რომლითაც ჩავიდა საპყრობილეში და უქადაგა სულებს, რომლებიც ელოდნენ მესიის მოსვლას. ჩავიდა და ახარა იქ და ამოიყვანა იქიდან მართალთა სულები, ვინც მესიას ელოდა. 64 გაიღო. ანუ ნახეთ რა რითი დამთავრდა ადამის ჯვარცმა, ადამის უბრალოდ 64-დან გამოგდება, დამთავრდა ჯვარცმი და აღდგომა. როგორც ადამის საფლა 64-დან გამოგდებით, იწყება დიდი მარხვა და თავდება ჯვარცმი და აღდგომით, ასევე უბრალოდ ადამის გამოგდებით დამთავრდა ჯვარცმითა და აღდგომით და ახალი აღთქმა დაიწყო, მესია მოვიდა და უკვე ახალი ერა დაიწყო კაცობრიობაში. ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო ადამიანებისთვის. იესო ქრისტე მოვიდა. აი ასევე დიდი მარხვა იწყება ადამიანის 64-დან გამოგდებით და თავდება ჯვარცმი და აღდგომით. მივხვდით რა კავშირი აქვს ყველაფერს. როგორც ჩვენ დიდი მარხვის შემნახველი ხალხი თანამონაწილე ვხდებით მთელი იმ მოვლენებისა, რაც სამყაროში ხდებოდა, ანუ ადამმა შეცოდა და დამთავრდა აღდგომით. ჩვენ დედამიწაზე გავდივართ ამას ხელახლა 40 დღის განმავლობაში, მარხულობთ როგორც ქრისტე მარხულობდა 40 დღე და ბოლოში ვხდებით აღდგომას. აი ადამიანი, რომელიც ახლა ამას მოისმენს და მარხვას არ შეინახავს,
გული ხო უნდა დაწყდეს მაინც რა. და ნახეთ ყველაზე მთავარი იესო ქრისტე იერუსალიმში შესვლის წინ ბნების დღეების სანამ დაიწყება. მოციქულებს ეუბნება ძალგიც იმ ნათლისღებით ნათლისღება რომლითაც მე. ანუ იესო ქრისტე ჯვარცმას ეძახის ნათლისღებას. ეს არის ლუკას სახარებიდან სიტყვები. ამიტომაც არის, როდესაც ადამიანი ინათლება, გინახია თქვენ ეს ემბაზი დგას მოსანათლი ქრისტიანი, აცვია კვართი, ემბაზი არის ქრისტეს საფლავი. ამას ნიშნავს მოსანათლი წყალი ემბაზი ქრისტეს საფლავს. ადამიანი რომელიც მოსანათლად ემზადება, აცვია კვართი, როგორ ჯვარზე გაკვრის წინ ქრისტეს ეცვა კვართი. არის ფეხში შველი, ქალებს თმები აქვთ გაშლილი, სამკაულები აქვთ მოხსნილი, თავი აქვთ დადრეკილი, ერთადერთი ქალი, როცა თავი ადრება ტაძარში აეზდრო არის, ნათლობის წინ. ანუ ადამიანი ემსგავსება ჯვარზე გასაკრავად გამზადებულ მაცხოვარს იესო ქრისტეს. კურთხევანი აფრთხილებს მღვდელს, მღვდელო, უწყებულ იყავ, როდესაცო კაცო ნათლავო სამჯერ ჩაიყვანე წყალშიო. რადგანაცო როგორცო და ინათლება ადამიანი მამის, დის და სულიწმინდის სახელით და სამჯერ იფლობა წყალში. და ნახეთ რას ეუბნება კურთხევანი მღვდელს აფრთხილებს, როგორცო ქრისტემ მოკვდაო და 3 დღე საფლავში იყო. ასევე ეს ემბაზი არის საფლავი ქრისტესი, როგორც გითხარით. ადამიანი ჩადის ამ საფლავში სამჯერ სახელითა მამისა და ამინ შთაიფლობა ამოვა. დაძისათა ამინ შთაიფლობა ამოვა. და სულისაწმინდისა და ამინ შთაიფლობა ამოვა. ემსგავსება ამ დროს მოსანათლი კაცი ქრისტეს, რომელიც ჯვარზე გაეკრა და მოკვდა, ჩავიდა საფლავში სამჯერ. და იქიდან რომ ამოდის მოსანათლი კაცი, ემსგავსება მკვდრეთით აღდგარი იესო ქრისტეს. ანუ ადამიანი ჯვანათლობის დროს ქრისტესთან ერთად ჯვარზე ეკრობა. ამიტომ ქვია ნათლობა სლაულად კრიშენიე, კრესტ, მიხდით რა ხდება. როგორც ჯვარცმის გარეშე გამორიცხული იყო სამოთხეში, რომ ვინმე მომხდარიყო და არავინ არ იყო სამოთხეში. თვით იოანე ნათლისმცემელიც კი ჯოჯოხეთში მოკვდა თავის კვეთის შემდეგ. რატო? იმიტომ რომ მისი თავის კვეთა მოხდა ჯვარცმამდე, ანუ სამოთხე დახშულია. აბრაამი, ისააკი, დავით წინასწარმეტყველი, სოლომონი, იერემია, ეზეკია, დანიელი ყველანი ჯოჯოხეთში მიდიოდნენ. მართალია ჯოჯოხეთში არ ისჯებოდნენ როგორც ცოდვილები, უბრალოდ აბრაამის სიახში იყვნენ. ეს იყო ადგილი, სადაც არ ისჯებოდა ადამიანი, მაგრამ ისინი ღმერთს ვერ ხედავენ. მაგრამ ისეთ ადგილას იყვნენ, რომ არ ტკიოდან და სხვები იტანჯებოდნენ. გახსოვთ იგავი ლაზარეზე და მდიდარზე. მოკვდა მდიდარი და სად მოკვდა? აბრაამის სიახში. ღმერთთან ვერავინ ვერ ხდება ჯერ. აბრაამის სიახში არის. ეს მდიდარი შვებაში არ იტანჯება, მაგრამ ღმერთს ვერ ხედავს. უბრალოდ ლაზარე ღმერთს ვერ ხედავს. მდიდარი კი ტანჯვა წამებაშია. და ეხვეწება უთხარიო, თითი დაასველო და ენაზე წამისვასო, ვიტანჯებიო. გახსოვთ ეს ეპიზოდი. აი ესეთ მდგომარეობაში იყვნენ ახალ აღთქმამდე ქრისტეს ჯვარცმამდე ადამიანები, წმინდანები, ძველი აღთქმის წმინდანები აბრაამის სიახში იყვნენ და ელოდებოდნენ მესიას. და ჩავიდა მესია იესო ქრისტე და ამოიყვანა ისინი ჯოჯოხეთიდან. აი აღდგომის ხაზზე სწორედ ეს არის გამოსახული. ქრისტე დაბლა შავი ორმო ან ჯოჯოხეთია დარღვეული და ხელია გაწვილი მაცხოვარს და ამოყავს ადამი, ევა, აბრაამი, ისააკი. მიხვდით, აი ეს არის აღწერილი აღდგომის ხაზზე. ამაზე ხაზზე ეს არის გამოსახული. აქედან გამომდინარე, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? ვინც ვერ მოინათლება, სამოთხეში ვერ მოხვდება. იმიტომ რომ ვინც ვერ მოინათლება, ქრისტესთან ერთად ჯვარზე არ იქნება იგი გაკრული. ნათლობა იგი ჯვარცმია და ჯვარცმის გარეშე კიდე ცხონება გამორიცხულია. ჩვენ თუ დაუშვით ჩვენ გონებაში, რომ თუნდაც ერთი კაცი შეიძლება ნათლობის გარეშე მოხვდეს სამოთხეში, ერთი კაცი მაინც. ღვთისმშობელიც კი მოინათლა, წარმოიდგინე. მოციქულებმა მონათლეს ღვთისმშობელი. მოუნათლავი არავინ არ ყოფილა ახალი აღთქმის შემდეგ. ძველ აღთქმაში გასაგებია წინა დაცვეთით შედიოდნენ მესიას ხდებოდნენ და მესიის მოლოდინი და წინა დაცვეთით ხდებოდა მათი აბრაამის სიახში მოხვედრა. ახალ აღთქმაში უკვე ნათლობა და ვინც და გაიფიქრებს რომ თუნდაც ერთი კაცი რაც არ უნდა კეთილი ადამიანი იყოს,
ნათლობის გარეშე შეიძლება სამოთხეში მოხდეს, ეს ნიშნავს, რომ ჯვარცმის გარეშე შეიძლება სამოთხეში მოხდეს, ანუ ჯვარცმის გარეშე შეიძლება ცხონება და ეს ნიშნავს, რომ ქრისტე მაცხოვარი არ არის. თუკი ჩვენ დაუშვებთ, რომ ქრისტეს გარეშე შეიძლება ერთი კაცი მაინც ცხონდეს, მისი გვერდის სავლით, ანუ ჯვარცმის გვერდის სავლით, ეს ნიშნავს, ქრისტე მაცხოვარი არის. ეს არის არა წვალებლობა, ეს არის ღვთის გმობა. ეს არის მესიის უარყოფა, ეს არის საშინელება. ამიტომაც იძახის ეკლესია, რომ ნათლობის გარეშე ვერავინ ვერ ცხონდება. ერთი წამის დაბადებული ადამიანიც კი. და მეცაც გეტყვით. აი დაიბადა ბავშვი ერთი წამია და მოვიდა და ინათლება. და მოვიდა 80 წლის კაცის მკვლელი ხელიდან წასული ადამიანი. ნათლობა ტარდება აბსოლუტურად ერთნაირად. როგორც ამ კაცს ეკითხება ეშმაკის გაგდების ლოცვები, ერთი წამის დაბადებულ ბავშვს იგივე ეკითხება, რატო? იმიტომ რომ მას აქვს ადამის ცოდვა. ეს ცოდვა მას მიეცა ჩასახვისთანავე. უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა. ჩაისახება თუ არა ადამიანი, მას უკვე ადამის ცოდვა. მივხვდით რა ხდება? ქრისტეს ადამის ცოდვა არ ქონა, რატო? იმიტომ რომ ის ზეცაში დაიბადა მამისაგან დედის გარეშე და მიწაზე დაიბადა დედისაგან მამის გარეშე. მას ადამის ცოდვა არ ქონია. დანარჩენი ყველას ადამის ცოდვა. ერთ-ერთი მწვალებლობა, რომელსაც ლათინო პაპინისტები იძახიან, რომ ღვთისმშობელი თითქოს უბიწოდ ჩაისახა, მწვალებლობა რატოა? იმიტომ რომ ღვთისმშობელსაც ქონა ადამიანის ცოდვა. და თუ ღვთისმშობელი უბიწოდ ჩაისახა, როგორც ამას არასწორად ასწავლიან კათოლიკები და ჩვენ ვიძახით, რომ ღვთისმშობელი ჩვეულებრივ ჩაისახა იოაკიმეს და ანას შეერთებით და კათოლიკები იძახიან, რომ ესე არ ყოფილა, როგორც ქრისტე დაიბადა, ისე ჩაისახაო. ეს არის მწვალებლობა. რატო? იმიტომ რომ ესე არ დაბადებულა, თუ ესე დაიბადა, მაშინ არ ქონია ადამიანის ცოდვა, მას ნათლობა არ ჭირდებოდა. მივხვდით რა შეესახა. და ღვთისმშობელს ნათლობა ჭირდებოდა, იმიტომ რომ ჩვეულებრივ დაიბადა. ჩემო ქრისტეს მიერ როწმებოდა დებო, ეს ისეთი საკითხი დილამდე შეიძლება ამას ლაპარაკო. მოკლედ ერთი რამე უნდა გვახსოვდეს. ადამი ღმერთმა გამოაგდო სამოთხიდან და სამოთხეში დაბრუნება მხოლოდ ჯვარცმით ხდება. დედა ეკლესიის წიაღში შესვლით ხდება და ეკლესიის გარეშე ცხონება არ არსებობს. ამაზე მეტყოლებს მთელი ძველი მარხვა, ძველი აღთქმა და დიდი მარხვა. და ჩვენს როგორც ეკლესიის შვილები ვებორჩილებით ამ სწავლებას და ვიწყებთ მარხვას სინანულს, როგორც ადამი მარხულობდა და ნანობდა და გლოვობდა და ტიროდა ადამიანის სამოთხიდან გამოგდების შემდეგ. წმინდა მამები იძახიან, რომ ღმერთმა ადამი რომ გამოაგდო სამოთხიდან, ეს იყო დიდი წყალობა ღვთისა. ღმერთს რო ადამი სამოთხეში დაეტოვებინა, ადამიანისთვის სამოთხეში ყოფნა იქნებოდა გაუსაძლისი. ჯერ ხო ბუჩქებში დაიმალა და ემალებოდა, საერთოდ ვეღარ დაინახავდა, არაფერი აღარ მოუნდებოდა. ამიტომ სამოთხიდან გამოგდება ცოდვილებისთვის ჯოჯოხეთი არის ღვთის უკანასკნელი მოწყალება, როგორც მინდა ეკლესია ასწავლის. ჯოჯოხეთში ცოდვილები უკეთესად არიან, თუ ამას კარგად ყოფნა ქვია, ვიდრე სამოთხეში იქნებოდა. ამიტომ ურჩობა და შეწინააღმდეგება ჩვენი გონებით, რომ უნათლავი კაცი შეიძლება მოწყალე ღმერთმა შეიწყალოს, ეს არის იესო ქრისტეს უარყოფა და მისი მაცხოვრობის უარყოფა. ღმერთმა დაგვიფაროს ესეთი არასწორი აზრებისაგან და ღმერთმა ჩვენი ეკლესიის სწავლების მორჩილება მოგცეს და ღმერთმა შევიწყალოს. ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა დაგლოცოთ. ეხლა თავარი ზას ნიშნავს სიტყვა მარხვა. დღეს ხშირად გაიგონებთ ტელევიზიით გამოდიან ლიბერალები და ლაპარაკობენ, რომ თურმე ღმერთის კი არ უნდა გეშინოდეს. ღმერთი უნდა გიყვარდეს, რომ ღმერთი არასოდეს არაფერს არ კძალავს თურმე. და ესეთი ის აქვს, რომ თურმე აკძალო არ შეიძლება. არც გარყვნილების, არც არაფრის, ეს ყველაფერი დაშვებული და ღმერთი არავის არაფერს არ უგზალავს. დიდი ბოდიში ესე არ არის. წაიკითხეთ რა წერია სახარებაში. პირველი რა უთხრა ღმერთმა ადამიანს? არა სჭამო ხისაგან ამისა. აკძალვით დაიწყო ღმერთმა ადამიანთან ურთიერთობა. აუგზალა ამის ჭამა და მერე მთელი ურთიერთობა ადამიანისა ღმერთთან არის აკძალვებზე აგებული. 10 წლება რა. არა კაცკლა, არი პარო, არ ცილი არ დასწამა. ეს არ გააკეთო, ეს არ გააკეთო. ეს არის. და სწორედაც აკძალვებით იწყება ღმერთთან ჩვენთან ჩვენი ურთიერთობა. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი არ გაამპარტაუნდეს და არ დაიღუპოს საერთოდ. და ღმერთის მოცემული კანონის შენახვას ქვია დამარხვა, ძველ ქართულად, ანუ დაფლა. მარხვის შენახვა რას ნიშნავს? ღმერთის მიერ მოცემული კანონის დაცვას. ადამა დღეს იკითხებოდა, ადამა დაიმარხაო ღვთის მიერ კანონი, არ დაიმარხაო ღვთის მიერ მოცემული კანონი, ანუ მარხვა დაარღვია. და მარხვის დარღვევა ჩვენ და დღეს ნიშნავს საჭმლისგან თავის არ შეკავებას.
ამით იწყება, თუმცა ეს მარტო იწყება, თორე გაგრძელება ბევრი. დამთავრდა დღეს სახარებაში კითხებოდა, რომ როგორ ჩვენ ვაპატიებთ სხვებს, ისე ღმერთი გვაპატიებს ჩვენ. მარხვის დაწყების წინ ყველას ერთმანეთი უნდა ვაპატიებთ. ამაზე ალბათ საღამოს წუხრის შემდეგ გვექნება საუბარი. ღმერთმა გაკურთხოთ, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგიფარო და ღმერთმა მოგცეს მორჩილება ჩვენი ეკლესიისა, მამათა სწავლებისა, წმინდა წერილის სწავლებისა და ღმერთმა სინანულით გაგვატარებინოს ეს დიდი მარხვა და აღდგომის სიხარული ბოლომდე გვაზეიმოს და გვაგემებინოს აი მარხვის შემდგომ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა